შეიძლება საზოგადოების ზემოქმედების, საზოგადოების ზეწოლის შედეგად გაათავისუფლოს. ყველამ ვიცით კიდევ ერთხელ რატომ შევიკრიბეთ. პირველ რიგში მზიას თავისუფლებისთვის, რომელსაც დღეს რეჟიმმა უკანონო განაჩენი გამოუტანა. ვისურვებთ და გავაკეთებთ ყველა ერთად ყველაფერს, რომ ეს იყოს გადამდები ყველა პოლიტპატიმრისთვის, მაგრამ ვინც ჯერ კიდევ არიან ტყვეობაში, უნდა ვიბრძოლოთ მათი გათავისუფლებისთვის. დღევანდელი მარში პირველ რიგში ეძღვნება მზია ამაღლობელს და მერე ყველა სხვა პოლიტპატიმარს მასთან ერთად. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ორგანიზატორია დურყური რომ იკავია იმიტომ? სავალი. არა ვარ ორგანიზატორი. მაინტერესებს. ინფორმაცია რომ მოვაწოდოთ. აქედან მივდივარ პარლამენტში. გამჩერდები
თავდაპირველად დააყენა რეჟიმის სასამართლომაც კი თავდაპირველად დააყენა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება. არ დავივიწყებთ ცრუმაწმებს! არ დავივიწყებთ ცრუმაწმებს! არ დავივიწყებთ ცრუმაწმებს! არ დავივიწყებთ ცრუმაწმებს! უსამართლო სასამართლო! ხალხის ძალის მეშინორე! იმათი მინდაძის მათედეიძის გადაწყვეტილებები ზემო ინსტანციაში გაასაჩივრა, ანუ დასჯის მიუხედავად მაქსიმუმს ითხოვენ კიდე. საკუთარი არის მტარი! არ დაჩება დაუშვებს! თავისუფლება რეჟიმის წყობს! ცეცხლი ოლიგარქიას! ვიხმაუროთ თავისუფლებისთვის! არ დავივიწყებთ ცრუმაწმებს! არ დავივიწყებთ ცრუმაწმებს! თავისუფლება მზია ამაღლებას! თავისუფლება! სოლიდარობა მზია ამაღლებას! სოლიდარობა! გამარჯვება მზია ამაღლებას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს! სოლიდარობა! გამარჯვება რეჟიმის ტყვეებს! ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება სადა მეფარიშვილს! თავისუფლება ომარ ოკრიბელაშვილს! თავისუფლება მათე დანიძეს! თავისუფლება ანატოლი გიგაურს! თავისუფლება ვალერი პეტრაშვილს! თავისუფლება დამურ ზასოხაშვილს! თავისუფლება არჩილ მუსალიანს! თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება არტემ გრიბულს! თავისუფლება ანასტასია ზინოვკინას! თავისუფლება გიორგი ჩიკ